აბა ნახეთ ეხა აქ არის ორი დასტა. პირველი, მეორე, ჩაიფიქრეთ ადამიანი და აი ესეთი კითხვა, რას ვერ ელევა ის, ანუ მის ცხოვრებაში, მის სიტუაციაში, მის მოცემულობაში, რას ვერ ელევა, ხო? რას და ამას არ ამბობს, რას ვერ ელევა. ვერ ელევა თავისუფლებას, ვერ ელევა იმ ჟანგლიორის როლს, ხო? ვერ ელევა აი იმ თავისუფლების სიყვარულს, არ უნდა პასუხისმგებლობა, უნდა სიამოვნების მიღება, უნდა რომ აი ჰაერივით იყოს თავისუფალი, არ კონდეს ვალდებულებები, არ კონდეს პასუხისმგებლობები და სადაც უნდა მიდიოდეს, რასაც უნდა აკეთებდეს, ანუ აი ამ თავისუფლებას ვერ ელევა. შემდეგ მეორე ვარიანტი, რას ვერ ელევა, ის და არ გეუბნებათ მეორე ვარიანტს რა აქვს? აქ პოზიციების დაცვა ამოდის, ანუ მაგ ჩემი სივრცე, მაგ რაღაც ჩემი პირადი, რასაც ესე იგი მე, ასე ვთქვათ, ეს მხოლოდ ჩემია, ხო, ეს ჩემი პირადია და ანუ აინც რაღაცას, ანუ ბოლომდე არ გიხსნით, ანუ შეიძლება ეს ჰობი იყოს, შეიძლება საქმიანობა იყოს, არ ვიცი, ნუ ეხლა ბევრი რამე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მისი სამყარო აქვს ამ ადამიანს, მისი პირადი სივრცე აქვს, რასაც იცავს და თან აქტიური ადამიანია, მინდა გითხრათ, თქვენთან მიმართებაშიც აქტიურად შემართულია. თქვენ აგერ როგორც მისი, ასე ვთქვათ, გულის, ანუ გულთან ახლოს მყოფი ქალბატონი ბრძანდებით და მართლა სტაბილური ურთიერთობა და შეხვედრები უნდა ამ ადამიანს თქვენთან, მაგრამ ნუ თავისი პირადი რაღაც სივრცე აქვს, თავისი რაღაც სფერო აქვს, რაღაც მომენტი აქვს, რასაც ანუ პოზიციებს იცავს. და ეს მხოლოდ ჩემია, ჩემი სამყაროა, ხო? და აი ესეთი მომენტია აქაც. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, გამიხარდება.